გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მსმენელებო და გამომწერებო. დღეს ვისაუბრებთ UFC-ის შესახებ, რომელიც 2026 წლის 14 ივნისს იმართება ამერიკაში, სადაც მსოფლიოს ელიტური პიროვნებები დაესწრებიან. ეს ბრძოლა იქნება მსოფლიოს ნომერ პირველი შოუ 2026 წლის 14 ივნისის დღეს. ახლა კი დავიწყოთ და მოვყვეთ ამ დღის შესახებ. ოქტაგონი ძალაუფლების ჭრდილში, UFC თეთრ სახლში. როცა სამყაროს უთქვა საჩერებს. არსებობს დღეები, რომლებიც სპორტის ისტორიას წერენ და არსებობს დღეები, რომლებიც თავად ისტორიას ცვლიან. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მოვლენაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ სრულ აბსურდად მოგვეჩვენებოდა. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც მსოფლიო ომების ბედი წყდებოდა, სადაც პრეზიდენტები კაცობრიობის მომავალს აპროექტებდნენ. და ახლა ამ ისტორიულ გაზონზე 8 კუთხა გალია დგას. ეს არ არის მორიგი ივენთი ვეგასში ან აბუ-დაბიში. ეს არის SOFT's White House Ground. დღეს ჩვენ არ განვიხილავთ მშრალ სტატისტიკას. ჩვენ ჩავალთ ამ გიჟური იდეის სათავეებთან. გავიგებთ, როგორ იქცა შეუძლებელი რეალობად. და რაც მთავარია, ჩვენ გავაანალიზებთ საღამოს კულმინაციას. ბრძოლას, რომელმაც ოკეანის ორივე მხარე დააპირისპირა. ქართველი მატადორი ილია თოფურია, ყველაზე საშიში და დაუნდობელი ამერიკელი გლადიატორის ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. მოემზადეთ, ეს იქნება მოგზაურობა იქ, სადაც სისხლი, ოფლი და უდიდესი პოლიტიკა ერთმანეთს ხვდება. შექმნის ისტორია, დიპლომატია ოქტაგონზე. ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ფულის ამბავია. მაგრამ დამიჯერეთ, თეთრ სახლში შესვლას მხოლოდ მილიარდებით ვერ იყიდი. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის ბოლოს, როდესაც საფქიის გავლენა კულტურულ პიკს მიუახლოვდა. დეინა უაიტმა თავისი ქარიზმითა და პოლიტიკური კავშირებით წარმოადგინა გეგმა, რომელიც ვაშინგტონისთვის წარმოუდგენელი პიარ-სვლა აღმოჩნდა. რატომ დათანხმდა ადმინისტრაცია? პასუხი მარტივია: საკუთარი ძალის დემონსტრირება. მათ სჭირდებოდათ მოვლენა, რომელიც აჩვენებდა ამერიკულ ენერგიას, სიმტკიცეს და იმავდროულად იქნებოდა გლობალური ყურადღების ცენტრში. მოლაპარაკებები 18 თვე მიმდინარეობდა. უსაფრთხოების სამსახურის Secret Service აგენტები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ ოქტაგონის ყოველ სანტიმეტრს. რა მოხდება, თუ მაყურებელი გალიასთან ძალიან ახლოს მოვა, როგორ დავიცვათ პრეზიდენტი, თუ მებრძოლი გალიიდან გადახტება? ეს იყო ლოგისტიკური კოშმარი. მაგრამ დეინამ გაიმარჯვა. მან დაარწმუნა ვაშინგტონი, რომ მე აღარ არის ველური ჩხუბი. ეს არის თანამედროვე ხელოვნება, სადაც დისციპლინა და სტრატეგია მთავარია. და აი, ჩვენ აქ ვართ. სამხრეთ გაზონი, South Lawn გადაკეთდა უმაღლესი დონის არენა. არენა, რომელიც მხოლოდ ერთი ღამით იარსებებს, მაგრამ საუკუნეებს დარჩება მეხსიერებაში. არენა, ისტორიის მოწმე. წარმოიდგინეთ განათება. არა ლას-ვეგასის ნეონის შუქები, არამედ თეთრი სახლის კლასიკური, დიდებული ნათება. მაყურებელთა რიგებში არ სხედან მხოლოდ გულშემატკივრები. იქ არიან კონგრესმენები, მსოფლიო ლიდერები, ჰოლივუდის ვარსკვლავები. და ყველას ერთი რამ აერთიანებს, პირველყოფილი ინტერესი იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს. ჰაერში ვაშინგტონის ნოტიო, მძიმე ჰაერი ტრიალებს. მებრძოლებისთვის ეს გარემო უცხოა. აქ არ არის სტადიონის აკუსტიკა, აქ სიჩუმე უფრო ხმამაღალია. ყოველი დარტყმის ხმა თეთრი სახლის კედლებს ეხეთქება. ეს არის ადგილი, სადაც შეცდომის უფლება არ გაქვს. თუ აქ წააგებ, შენ მხოლოდ ბრძოლას კი არ აგებ, შენ აგებ ისტორიის თვალწინ. Co-main event, მემკვიდრეობის ბრძოლა. Main event, მატადორი vs ადამიანი ჰაილაითი. და აი მივედით იმ მომენტამდე, რისთვისაც მთელი საქართველო და ამერიკა ფეხზე დადგა. ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა ქამრისთვის. ეს არის შეჯახება ორ აბსოლუტურად განსხვავებულ საბრძოლო ფილოსოფიას შორის. ილია თოფურია, ცივსისხლიანი გენიოსი. დააკვირდით ილიას. მასში არის რაღაც არისტოკრატული და ამავდროულად საშინლად დაუნდობელი. ის ოქტაგონზე შედის ისე, როგორც საკუთარ მისაღებ ოთახში. მისი თავდაჯერებულობა არ არის ფასადი, ეს არის ცოდნა იმისა, რომ ის სხვებზე უკეთესია. ილიას ტექნიკა არის ქირურგიული სიზუსტე. მისი კრივი არ არის მხოლოდ დარტყმების სერია, ეს არის ხაფანგი. ის გაიძულებს გააკეთო ის, რაც მას სჭირდება. გახსოვთ ვოლკანოვსკის ნოკაუტი? ეს არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო მათემატიკურად გათვლილი მომენტი. ილია ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მილიწამიან დაყოვნებას, სუნთქვის რიტმის დარღვევას. თეთრ სახლში ილია გამოდის როგორც დამპყრობელი. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩხუბობს, ვეგასში თუ პრეზიდენტის რეზიდენციაში. მისი მიზანი ერთია, განადგურება. ჯასტინ გეიჯი, ქაოსის მეფე.
მეორე მხარეს კი გვყავს ადამიანი, რომელსაც ჰაილაიტს ტყუილად არ ეძახიან. ჯასტინ გეიჯი არ არის მებრძოლი, რომელიც ქულებზე ფიქრობს. ის არის ომის მანქანა. გეიჯი მზადაა, რომ ერთი თავისი დარტყმის სანაცვლოდ სამი მიიღოს. მას აქვს ის, რასაც ვერცერთ დარბაზში ვერ ისწავლი, დაუმორჩილებელი სული. გეიჯის ლოუ-კიქს არის იარაღი, რომელმაც უამრავი კარიერა დაანგრია. ის გირტყამს ფეხში მანამ, სანამ შენი საყრდენი არ გატყდება. ის გეპატიჟება ცეცხლში და ელოდება, ვინ უფრო მალე დაიწვება. ჯასტინისთვის თეთრი სახლი მისი ეზოა. ის არის ნამდვილი ამერიკული hard worker, რომელიც სისხლით მოვიდა აქამდე. შიგნით. როგორ წარიმართება ეს ომი? პირველი რაუნდი, დაზვერვა თუ ცეცხლი. გეიჯი ეცდება პირველივე წამებიდან ილიას ფეხებზე იმუშაოს. მისი მიზანია ილიას მობილურობის შეზღუდვა. თუ ილიამ ვერ შეძლო დისტანციის კონტროლი, გეიჯის დარტყმები მას ნელ-ნელა გამოფიტავს. მაგრამ ილია არ არის ვინმე რიგითი. ილია არის ოსტატი კონტრდარტყმების. ის დაელოდება გეიჯის ერთ ფართო მოქნევას და იქ გააძვრენს თავის მარჯვენა ჰუკს. გამარჯვების შანსები, ილია თოფურია 60, ეს ჯასტინ გეიჯი 40. რატომ აქვს ილიას უპირატესობა? პასუხი მის მრავალმხრივობაშია. თუ კრივში საქმე რთულად წავა, ილიას აქვს მსოფლიო დონის გრაპლინგი. გეიჯი კარგად იცავს თავს ტეიქდაუნებისგან, მაგრამ ილიას გადაყვანების სხვა დონია. ის არ არის მხოლოდ მოჭიდავე, ის არის საბმიშენების ოსტატი. გეიჯის შანსი. ეს არის ქაოსი. თუ მან შეძლო და ილია აიყოლია dogfight-ში, სადაც ტექნიკა მეორე პლანზე გადადის და მხოლოდ ხასიათი რჩება, მაშინ ჯასტინს შეუძლია ნებისმიერის გათიშვა. გეიჯის აქვს ის ერთი დარტყმის ძალა, რომელიც ყველაფერს ასრულებს. წარმოიდგინეთ მეხუთე რაუნდი. ორივე დაღლილია. თეთრი სახლის თავზე მთვარე ანათებს. ილიას სახეზე სისხლია, გეიჯი ძლივს სუნთქავს. ეს არის მომენტი, როცა ტექნიკა აღარ მუშაობს. აქ მუშაობს მხოლოდ გული. და სწორედ აქ გამოჩნდება, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. ილია თოფურიასთვის ეს არის გზა უკვდავებისკენ. ქართველი ბიჭი, რომელიც ვაშინგტონის ცენტრში ამერიკელ ლეგენდას ამარცხებს, ეს არის კინემატოგრაფიული ფინალი. როდესაც ყველაფერი დასრულდება, როდესაც ოქტაგონი დაიშლება და გაზონი ისევ დაცარიელდება, ერთი რამ უცვლელი დარჩება, მოგონება ამ ღამეზე. ეს არ იყო მხოლოდ ჩხუბი. ეს იყო ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გასვლა. ილია თოფურია თუ ჯასტინ გეიჯი. სიმართლე ისაა, რომ ამაღამ ჩვენ ყველანი მოგებულები ვართ, რადგან გავხდით მოწმეები იმისა, თუ როგორი პროფსპორტი მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელ მწვერვალებს. თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებს ილია მატადორი მორიგი ისტორიის დაწერას, თუ გეიჯი თავისი ჰაილაიტს კოლექციას კიდევ ერთ დიდებულ გამარჯვებას შემატებს? მადლობა ძვირფასო ხალხო ასეთი გულყურით მოსმენისთვის. გისურვებთ იყოთ ძლიერები როგორც ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯია. შვიდობიან დღეს, გისურვებთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.